გამარჯობა. აი ამას წინათ ესეთ იმას გადავიყარე, კორჩნოის წიგნია პატარა ვიქტორ კორჩნოი, ასეთი ძლიერი მოჭადრაკე იყო გროსმეისტერი და ანტიშახმატი ქვია ამ წიგნს ახლა რუსულად. ასე იგი, ყვება ეს ადამიანი, აი რო გაიქცა საბჭოთა კავშირიდან ნევაზურაშენცი, ანუ უკან დაბრუნების შანსი აღარ ქონდა და აქ შვილი და მეუღლე დატოვა და მე გაუჭირდა მაგათი გადაყვანა. ამ ბიოგრაფიას ყვება და ახლა მე დამაინტერესა იმ დროინდელი სიტუაციის ნიუანსები ხო საინტერესოა. ანუ ყვება იქ როგორ KGB როგორ ავიწროებდა იქ შვილი, მე ჯარში გაიწვიეს, პერეციხეში ჩასვეს იქ, ჯარში არ წავიდა იმ პერიოდში 70-იანი წლები იყო და ყველაზე უფრო ეს ერთი რამე გამიკვირდა მე, ესე კორჩნოის ის რომ მედიოდა, რა ქვია, ბრძოლა კორჩნოისთან, ტრავლია რუსულად რო იტყვიან, ანუ მის წინააღმდეგ ბრძოლა, იქ ბევრი დიდოსტატები იყვნენ ჩართული, საბჭოთა დიდოსტატები. ერთი ორმა მხარი დაუჭირა, მგონი ტალმა და ბოტვინიკმა, მაგრამ უმეტესად რაღაცა, სტანოსები, წერილები და მთელი ამბები ხო, მოკლედ ამის წინააღმდეგ და განსაკუთრებით იქ წერს, რომ აი ტიგრან პეტროსიანზე წერს, რომ ეს ჩვენი სომეხი მოჭადრაკე ცნობილი თბილისელი ხო და გამიკვირდა მე, ესე იგი მაგაზე ეგრე დაწერა, რომ რაღაცა ძალიან დანოსები და რაღაცები დამიწერაო და მოკლედ წერილებს მოაწერა ხელი და აქტიურობდა რა, რომ კორჩნოის საწინააღმდეგო რაღაცებს და სხვებზეც იქ კარპოვზეც წერს ბევრ რამეს. ხო და აი ესეთი სიტუაცია იყო, ანუ იქ უკვე როცა უკვე ამ საბჭოთა მთავრობის და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მიდიოდი, იქ უკვე ძალიან უკვე ყველა აგიფხდებოდა ტალს ეგრე ტალის პოზიცია ეგ იყო, რომ მე ეგ რაღაცებზე ხელი არ მომეწერაო, ხო? მაშინ მეც ვეღარ ვიარსებებდიო როგორც მოჭადრაკეო რა, ესეთ სიტუაციას ვქნიდნენ. ხო და თვითონ კორჩნოი წერს, რომ მე საბჭოთა სისტემას კი არ ვებრძოდიო და ამასო მე უბრალოდ ნაკლები და ნაკლები შანსი მჩებოდაო, რომ როგორც ეს უკვე ასაკში შევდიოდი და რაღაცა და ამიტომ უცხოეთში მინდოდაო გადასვლა სხვა გონჩი, რომ იქ უკვე მეტი შანსი მქონდაო ჭადრაკში, ასეთ რაღაცას ამბობს და ანუ ჩემი ინტერესების ვიბრძოდიო და არა სისტემის წინააღმდეგ, არავითარი მე არ ვიყავიო დისიდენტი და რაღაცა. ხო და ახლა ამ ყველაფერს რატომ ამბობ? გამახსენდა მე სადღაც ერთი კაი 30 წელი გავიდა რუსეთში რო ვიყავი მაშინ და იყო ეს ანტიქართული ისინი განწყობები, რა ვიცი, პასკვილები, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი, ყველაფერი ქართული ცუდია. დიმიტროვის ავიაციო ქარხანაც კი რაღაცა ბრაგს წონიან ნაწილებს უშვებს და მე ჩვენ ამას ყიდულობ და ვეხმარებ. კარჩე ესეთი ის იყო და აი მაშინ გამახსენდა ერთი სოხუმელი კარგი ფეხბურთელი იყო, სიმონიანი, ხო? და ისიც ერთ-ერთი ორჯერ გამოვიდა და რაღაცა გალანძღა ქართველები. მე ახლა არ ზუსტად დეტალები არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა რა, მოკლედ არც ფეხბურთელები ვარგა, არც ქართველები ვარგა. ახლა ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ პირადად სიმონიანის წინააღმდეგ რამე მაქვს, მაგრამ კაცი ალბათ ახლოსაც იყო ბევრ ფეხბურთელთან, ხო, ალბათ იქ ნაკრებში, იქეთ, აქეთ და თუ ასეთ რაღაცეებს საქართველოში გაზრდილი კაცი, ხო, სოხუმში დაბადებული გაზრდილი, რომ ამბობ, ცოტა ენას ხო უნდა იფიქრო მომავალზეც, არა? შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, შეიძლება მობრუნდეს სიტუაცია და არ ვიცი, მე ასეთი ხო აი ეს ამაზე მინდო კი რომ რაღაცა, სომხების წინააღმდეგ, სომხები ჩვენი მოძმეერია, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი და განსაკუთრებული გართულება ჰქონდა კორჩნოის იმენა ტიგრან პეტროსიანთან და აი ესეთი ისინი იყო სიტუაციები, ესე იგი იმის მიხედვით როგორი იყო სახელმწიფო პოლიტიკა და სიტუაცია, კონიუნქტურა იმ მომენტში, ესეთი პასკვილები ვრცელდებოდა და ასეთი ბრძოლა მიდიოდა კერძო პიროვნებების მიმართ და არ გაახარებდნენ რა არავის.